ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას. კონტინენტის უმეტეს ქვეყანაში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ექსტრემალურმა სიცხემ მნიშვნელოვნად იმოქმედა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დაიხურა სკოლები, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. მეტეოსამსახურებმა წითელი განგაშის რეჟიმი ამოქმედებს. ტყის ხანძრების რისკი გაიზარდა. ზოგიერთ რეგიონში კი რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უკვე მსხვერპლის მიზეზიც გახდა. ის პროცესები, რაც ამჯერად მიმდინარეობს ატმოსფეროში, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის კლიმატის ცვლილებასთან. ზოგი ქვეყნისთვის, მაგალითად გერმანიისთვის, ხო, თელს ისტორიაში მაქსიმუმი დაფიქსირდა, ისეთი მაღალი ტემპერატურა არ ყოფილა არასდროს. ევროპა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად დათბობად რეგიონად იქცა და ტემპერატურა საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ სწრაფად იზრდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იქიდან გამომდინარე, უფრო მეტად არის დასახლებული და განსაკუთრებით მაღალგანვითარებული ქვეყნები გარკვეულწილად ახდენს გავლენას, რა თქმა უნდა, ტემპერატურის უფრო სწრაფ მატებაზე. სისტემის ცენტრში არის მაღალი წნევის არე და ამ მაღალი წნევის არის გარშემო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ქარი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, უზარმაზარი სისტემა მაღალი წნევის არეს არის, რომელიც ლოკალიზებული არის ევროპის ტერიტორიაზე. სამხრეთით რა ესაზღვრება ევროპას, ეს არის აფრიკა, ჩრდილოეთ აფრიკა, ეს არის საჰარა, ეს არის ძალიან მშრალი და ცხელი ჰაერის მასები და წარმოიდგინეთ ახლა საათის ისრის მიმართულება ქვევიდან ამოდის ზევით და აი ეს სითბო, სიცხე ამოაქვს უკვე ევროპის კონტინენტზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი აქ არის ის, რომ ზოგადად ანტიციკლონის შემთხვევაში, მაშინ როდესაც უღრუბლო ამინდია, დღისით კი თბება, ძალიან ცხელდება დედამიწა, მაგრამ ღამით ხდება გადაციება, ანუ ძალიან სწრაფად კარგავს აი ამ დღის მანძილზე მიღებულ სითბოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო უჩვეულო მდგომარეობა, კარგად გათბა ძალიან, ასე თქვა, დედამიწაზე და ღამისთვის გაცემა ვერ მოასწრო. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეგრეთ წოდებული ტროპიკული ღამეების სიხშირე, რაც ივნისის თვისთვისაც ძალიან ბევრია. მაშინ როცა ევროპის კონტინენტის დიდი ნაწილი რეკორდულ სიცხეს ებრძვის, საქართველოში ამ დღეებში შედარებით გრილი და არამდგრადი ამინდია. თითქმის ყოველდღია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი. ტემპერატურა სეზონის საშუალო მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. რა სინოპტიკური პროცესები განაპირობებს საქართველოს ამინდს და შეიძლება თუ არა რომ ევროპის სიცხის ტალღა ჩვენს რეგიონშიც გავრცელდეს? ამ კითხვებზე სპეციალისტების პასუხი შემდეგია. ამ შემთხვევაში ევროპაზე დამყარებული მაღალი წნევის არე გააკეთა რა ეს გუმბათი შეკრა ევროპის თავზე და აი ჩრდილოეთიდან წამოსული ჰაერის მასების შედარებით უფრო ცივი, რა თქმა უნდა, ისინი ჩამოსრიალდნენ, შეიძლება ესე ვთქვათ, ხო, აი ამ ზედაპირზე და უკვე საქართველოს მთლიანად აი უფრო აღმოსავლეთ ევროპა, საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და აი საქართველოდან აღმოსავლეთითაც აი ეს ტერიტორია მოექცა შედარებით უფრო დაბალი წნევის არეში. შესაბამისად, უფრო მეტად წვიმები, ქარები, ტემპერატურამაც ახლა არ მოიმატა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 34 გრადუსი იყო და ახლა თბილისისთვის და ზოგადად საქართველოსთვის არ არის ძალიან დიდი ნიშნული. ჩვენი შავი ზღვა, რა თქმა უნდა, პლუს კიდევ კავკასიონის ქედი, მაინც ასე თუ ისე ხელს უშლის. ზუსტად ამან გამოიწვია ამ ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებმა ის, რომ ჩვენთან არ ცხელოდა. ტემპერატურულმა ფონმა შესაძლოა მოიმატოს, თუმცა კვლავ მოსალოდნელი არის დრო გამოშვებით წვიმები. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს ივლისის მეორე ნახევარი შესაძლოა ძალიან ცხელი აღმოჩნდეს. ისიც განსხვავებული ფონია დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში. აი თქვათ სიტყვაზე აჭარაში უფრო მეტად არის მოსალოდნელი მზიანი დღეები, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა უკვე აგვისტოზე ასე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ. სწორედ უახლოესი კვირები აჩვენებს, დარჩება თუ არა საქართველოს შედარებით გრილი ჰაერის მასების გავლენის ქვეშ თუ ივლისსა და აგვისტოში ტემპერატურა სეზონის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. პროცესი შექცევადია თუ შეუქცევადია, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ კლიმატის ცვლილების ფაზაში. ჩვენთვის ჩვეული კლიმატი, ჩვენთვის ჩვეული ამინდის ტიპი, ამინდის რეჟიმი იცვლება. ფაქტი ერთია, მაღალი ტემპერატურა შემთხვევითი არ არის, თუმცა მთავარია გვახსოვდეს, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა გარემოზე ზრუნვა, ენერგიის რაციონალური გამოყენება, გამწვანება და ემისიების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯების გაძლიერება, რათა პროცესი კიდევ უფრო გადავავადოთ.